ალბათ დამეთანხმებით, რომ დიაბეტი ის თემა არის, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პირველი ტიპის დიაბეტზე. მუდმივად იცვლება ამ მიმართულებით რეკომენდაციები კვებასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ, და ეს არის მუდმივად განხილვის საგანი და როგორც უკვე გითხარით, სულ იცვლება რეკომენდაციებით. რაზე ახლები ამ მიმართულებით მეც გვეტყვის თემაზე ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, რომელიც შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში, ჩვენი ხშირი სტუმარი და მეგობარი, რომელიც ყოველთვის საინტერესო რჩევებს გვაძლევს ხოლმე. მოგესალმებით. არასოდეს არ ყოფნის დრო თორნიკესთან სასაუბრო. აი, იქნება ახლა საინტერესო. როგორ ხართ? დილამშვიდობთ. თქვენს მადლობთ, კარგად. თორნიკე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად ნუტრიციოლოგებთან ერთად მუშაობს, აი ამ მიმართულებით, კვების მიმართულებით და ყოველთვის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. შექმნით ახლა სკოლაც, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტის დაავადებული ბავშვების მშობლებს აცნობს აი ამ სიახლეებს და პირველ რიგში აი ამ სკოლაზე მოგვიყევით, რას ითვალისწინებს და რა სახის სკოლაა ზოგადად და შემდგომ უკვე გადავიდეთ სხვა კითხვებზე. თუმცა მადლობა კარგი კითხვისთვის, დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებთ ამაყურებელს. ცოტა ის წინარე ისტორიით დავიწყებ. ზაფხული გავატარე შვეიცარიაში, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ბავშვთა დიაბეტის განყოფილებაში. მთელი ამ ჩემი გატარებული დროის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ სასიამოვნოდ გამახარა იმ ცნობებმა, რომელიც მენეჯმენტის პრინციპებში მიდიოდა, ყველაზე მეტად გახარებული დავრჩი იმ სიმშვიდით, რომლითაც დამხვდნენ ექიმები და დამხვდნენ პაციენტები, რომლებიც ექიმებთან რეგულარულ ვიზიტებზე მიდიოდნენ. ეს სიმშვიდე იყო ინფორმაციის და ეს სიმშვიდე იყო უახლესი ინფორმაციების მალევე დანერგვის დამსახურება, რომელსაც მოყვებოდა სიმშვიდე როგორც ექიმისგან, პაციენტთან კომუნიკაციაში, როცა ვსაუბრობ ტიპი 1 დიაბეტზე, უნდა გვესმოდეს, რომ იქნება უმრავლესობა კონსულტაციების, რომლებიც ჩასატარებელი იქნება მოზარდთან, მათ მშობელთან ერთად, ახალ დიაგნოსტირებული პროცესის მენეჯმენტი ერთი დატვირთული პროცესია, შემდგომ არის მუდმივი ჩეკაპები, რომელსაც ჭირდება ასაკის მატებასთან ერთად გარდამავალი, მათ შორის ჰორმონალური პროცესების ფონზე, მხარდაჭერა, მათ შორის ემოციური, მათ შორის კომუნიკაციით, სიმშვიდე მოკლედ იყო ის რამაც სასიამოვნოდ გამაოცა. ესე ვიტყვი, ამის შემდგომ არაერთ კონფერენციაზე, ევროპულ, ამერიკულ კონფერენციებზე დავესწარი, სადაც ვნახე, როგორ მიდის წინ ტექნოლოგიური წინსვლა ტიპი 1 დიაბეტის მენეჯმენტში. და აუცილებლად ვიგრძენი, რომ საჭირო იყო გამტარი ყოფილიყო უახლეს ინფორმაციასა და მათ შორის მშობლებს ან ბავშვებთან მით უმეტეს კვების ნაწილში, იმიტომ რომ ყველაზე მეტი სტრესი მოდის ხოლმე ტიპი 1 დიაბეტის და კვებასთან მიმართებით, სადაც როგორც ვნახავთ და დღეს მოგიყვებით, არც თუ ისე იმდენი საფიქრალი და საშიშია, როგორც აქამდე გვეგონა. და კარგია, მაგრამ მანამდე სანამ მოვყვებით აი ამ ყველაფერს, მოდი განსხვავება გავიგოთ უკეთ, ხო? ტიპი 1 დიაბეტზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩემი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში ვგულისხმობთ ბავშვებს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ადრეულ ასაკში დასმული დიაგნოზი. რა განსხვავებაა ზოგადად ტიპი 2 და ტიპი 1 დიაბეტს შორის? ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი უნდა განვიხილოთ როგორც ორივე სისხლში გლუკოზის მენეჯმენტის დარღვევა, უბრალოდ განსხვავებული მიზეზით და განსხვავებული მენეჯმენტის სტრატეგიით. როცა ვსაუბრობთ ტიპი 1 დიაბეტზე, ჩვენ ვიცით, რომ გლუკოზა, ნახშირწყლები არის ჩვენი უჯრედებისთვის ენერგიის მთავარი წყარო. რაც არ უნდა გვესმოდეს, სუდი გლუკოზაზე ნახშირწყლებზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი უჯრედი არის მასზე დამოკიდებული, ზოგიერთი უფრო მეტად, ზოგიერთი ექსკლუზიურად, მაგალითად წითელი უჯრედების სისხლის ერითროციტები, რომელიც გადააქვთ ჟანგბადი, ექსკლუზიურად გლუკოზაზე ოპერირებენ, ნერვული სისტემის უჯრედები ურჩევნიათ გლუკოზას სხვა ენერგიის წყაროს, მოკლედ ნებისმიერი უჯრედისთვის გლუკოზა უნდა შემოვიდეს მასში, რახან ენერგია ფუნქციონირებას, საისოთლო ფუნქციები წავმართოთ, გარდა იმისა, რა აქტივობასაც გავაკეთებთ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა უჯრედს აქვს თავისი დამცავი შრე. ესე ჰაერზე ნებისმიერი რამ ვერ შედის და ვერ გამოდის უჯრედიდან, ამიტომაც ვართ ესე ჯანმრთელები და ვსხედავთ აქ შესაბამისად აი ამ დამცველობით მექანიზმს სჭირდება თავისი კომუნიკაციის გზები. ინსულინი ჰორმონი, რომელიც ასევე არის ბრუნვაში და ზოგჯერ ნეგატიურადაც გაუგია, არის ჰორმონი, რომელსაც ბევრი სხვა ფუნქციასთან ერთად მთავარი ფუნქცია მისი არის კარი გაუღოს, წარმოიდგინეთ უჯრედში შესასვლელად გლუკოზას, იმისთვის რომ გლუკოზამ თავისი ფუნქციები განახორციელოს ენერგიის წარმოქმნის კუთხით. შესაბამისად, თუ ინსულინისა და გლუკოზის ესეთი მეგობრული თანაცხოვრება დაირღვა რაღაც მიზეზის გამო, ხვდებით რიგ პრობლემებს. პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ინსულინის წარმოქმნელი, ჰორმონი ინსულინის წარმოქმნელი უჯრედები, რომელიც არის პანკრეასში, ბეტა უჯრედების სახელით წოდებული, აღარ წარმოქმნიან ან საჭირო ოდენობით ინსულინს ვეღარ წარმოქმნიან. ფიქრობენ, რომ ეს არის გენეტიკური წინასაწყობა, ეს არის აუტოიმუნური ცვლილებები, კიდევ რიგი კომბინაცია ცვლილებების, რომელსაც
რომლის ამოხსნაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მექანიზმურად ინსულინი არ ყოფნის თავისი ფუნქციების, ან არ წარმოიქმნება საერთოდ თავისი ფუნქციების შესრულებად. როცა ვსაუბრობ ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევას, აქ უკვე არ არის პრობლემა როგორც წესი თავდაპირველ ეტაპებზე ინსულინის ოდენობასთან, პრობლემა არის როგორ აღიქვამს უჯრედი ამ შემოსულ ჰორმონს, ანუ სასიგნალო ფუნქცია ირღვევა. საბოლოო ჯამში აქაც ხვდებით იმას, რომ გლუკოზა სისხლში იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. ეს საიდან ჩვენი კვებისმიერი არჩევნიდან არ არის აუცილებელი მაინც მაღალნახევარსფეროვანი პროდუქტები მივირთვათ იმისთვის, რომ სისხლში გლუკოზის დონე მაიწიოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მჭიდროა ის რეგულაცია. ანუ ერთ შემთხვევაში ცოტა არის და მეორე შემთხვევაში მეტი არის, სწორად გავიგე თუ ინსულინის ნაწილში, თუმცა ტიპი 2 დიაბეტის წინარე ფაზა შეიძლება იყოს დაკავშირებული დიდი ოდენობით ინსულინის გამოთავისუფლებასთან, იმიტომ რომ საკომპენსაციო მექანიზმია, რახან უჯრედი ვერ აღიქვამს ინსულინს, შესაბამისად საკომპენსაციოდ მეტი ინსულინის გამომუშავება იმისთვის, რომ ფუნქცია სწორად შევასრულო. დროთა განმავლობაში ამას თვითონ კიდევ უფრო გაღრმავება მოყვება ამ ჩვენი უჯრედების სასიგნალო გზის, შემდგომ შეიძლება ასევე პანკრეასი დაზიანდეს, თუმცა არ არის აუცილებელი ინსულინ რეზისტენტობას რაც უწოდებთ, ხო, გვესმის ინსულინ რეზისტენტობა, პრედიაბეტის ფაზა, არ არის აუცილებელი ეს ფაზა ტიპი 2 დიაბეტში გადაიზარდოს. ამას ასევე მთელი რიგი გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედება ემთხვევა, რომელსაც ტიპი 2 დიაბეტამდე მივყავართ, მაგრამ ეხლა ეს რატომ მოგიყევით? ამ ფუნქციიდან გამომდინარე ტიპი 1 დიაბეტი, რომელიც არის ინსულინ დამოკიდებული, თუ ინსულინი არ ყოფნის გვჭირდება მის გარედან მიღება, მისი დიაგნოსტირება როგორც წესი ადრეულ ასაკში დგება და პრობლემის მენეჯმენტი ადრეულ ასაკში იწყება. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ 90% მოდის დიაბეტის შემთხვევებისგან ტიპი 2 დიაბეტზე, 10% ტიპი 1 და ის დიაბეტზე. სწორედ თქვენ ახსენეთ, ახლა მექანიზმი კი მოვყვებით, რომ თქვათ ის ავტოიმუნურია და ბევრი განსხვავებაა თქვათ ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტ შორის, მაგრამ აი იმისთვის რომ თქვათ მაყურებლისთვის გახდეს გასაგები და ადრეულ ასაკზე მოხდეს აღმოჩენა, ხო? მიმდინარეობაც სხვადასხვანაირია და ასაკობრივი ჯგუფი სხვადასხვანაირია. ეს რო უფრო თქვათ მაყურებლისთვის მარტივი გასაგები იყოს, როგორ განასხვავოს, ხო? აი თქვათ ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში სწრაფი დასაწყისი აქვს, ასაკი განსხვავებულია, ის თქვათ ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში სადღაც უფრო შუა ასაკი 40 წლიდან ზემოთ. აი რა განსხვავებებია, რომ თქვათ ამოიცნოს მაყურებელმა, ხა იმან მექანიზმი არ იცის რა ხდება ორგანიზმში, მაგრამ მიმდინარეობით ან დასაწყისით იმისთვის, რომ უფრო ადრეულ პერიოდში მოხდეს ამოცნობა. ნუ კარგი კითხვა ძალიან. არის სპეციფიკური სიმპტომები, რაც მიგვანიშნებს დიაბეტის არსებობაზე. შესაბამისად, ერთი არის რეგულარული ექიმთან ვიზიტი და რეგულარული ფუნქციების გადამოწმება, რომელიც მიგვანიშნებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ტიპი 1 დიაბეტის უმრავლესობის დიაგნოსტირება ხდება ხოლმე ინტენსიურ განყოფილებაში, როცა კეტოაციდოზი არის ესეთი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, მე მიაქვთ პირველად ეჭვი ტიპი 1 დიაბეტზე. პოლიურია პოლიდიფსია, ეს არის გაძლიერებული შარდვა, ეს არის წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება. აი ამ სიმპტომებზე შეიძლება ვიფიქროთ რაც მნიშვნელოვანია. წონის უეცარი არასასურველი საწყისი კლება, რომელსაც ვერ უკავშირებთ ვერაფერს, ეს არის იყო კვებითი შეზღუდვიდან გამომდინარე, ეს არის იყო რომელიმე პროცესიდან გამომდინარე, ეს არის მოულოდნელი არასასურველი წონის დიდი კლება, ამას ემატება გაძლიერებული შარდვა, ამას ემატება გაძლიერებული წყურვილის გრძნობა. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს ის სიმპტომებია, რაც აი პატარა ასაკის ბავშვებშიც შესამჩნევი არის. აუცილებლად. იცით რა მაინტერესებს? გასაგებია თქვა რაღაცა კონკრეტული სანამ გადავალთ უკვე უშუალოდ აი ამ ახალ რეკომენდაციაზე, იმიტომ ბევრი კითხვა არის ამასთან დაკავშირებით. სანამ უშუალოდ აი ის სიმპტომები გამოვლინდება, რაზეც საუბრობთ. ხო, ის სიმპტომი არაერთი ექიმისგან გაგვიგია, მათ შორის პედიატრისგან, რომ სიმპტომი უკვე არის, რომ რაღაცამ კარგად შემოაღწია ჩვენს ორგანიზმში და გამოვლინდა, მაგრამ აი თქვა მივდივართ გეგმიურ სისხლის საერთო ანალიზზე. შესაძლოა იქ რამე ცვლილება, რამემ მიგვანიშნოს, რომ დამატებითი კვლევები გვჭირდება ბავშვების შემთხვევაში. ეხლა მივდივართ იმ წერტილამდე, რისი კვლევის პროცესშიც ვართ ჩართული მთელი მსოფლიო, რას გულისხმობ? ერთი სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი შეიძლება გლუკოზა ვნახოთ უზმოდ, თუ ეს არის შესული მოთხოვნილ პანელში და შესაბამისად გლუკოზა უზმოდ კონკრეტულ ნორმაზე მაღლა, გვაფიქრებინებს, რომ დამატებით გავუყვეთ გლუკოზის მენეჯმენტის სხვა ჰორმონალურ სისტემებს, მათ შორის ინსულინის, ბეტა-უჯრედულ ფუნქციას და ასე შემდგომ. მაგის მიღმა სასურველია თუ გვაქვს ისტორია ტიპი 1 დიაბეტის სკრინინგის შემოტანაზეა საუბარი, გვაქვს განსხვავებულ დაავადებებზე განსხვავებული სკრინინგის მეთოდები, ვიცით განსხვავებულ სიმსივნეებზე ძუძუსკიბოს განსხვავებული სკრინინგის მეთოდები, ფიქრობ რომ ტიპი 1 დიაბეტის სკრინინგის ადრეულ სტადიებზე აღმოჩენის შესაძლებლობებს ხდება უბრალოდ ეს კვლევის ფაზებშია, უმრავლესობა კვლევა რაც დაიდო, თუმცა არის არა
ბიუჯეტური, შესაბამისად ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, ვინ უნდა იყოს, სწორედ ეს არის პრობლემა, ვინ უნდა იყოს სკრინინგის საჭიროების ქვეშ, იმიტომ რომ პირდაპირი კორელაცია რომ ოჯახური ისტორიის გამო ტიპი 1 დიაბეტი აუცილებლად გამოვლინდება შემდგომ თაობებში, ეს არ გვაქვს შესაბამისად, რახან არაბიუჯეტურია, კვლევები გვაკლია, ვინ არის ეს პოპულაცია, ვისაც უნდა ჩატარდეს, არ ვიცით, შესაბამისად ჯერ სკრინინგზე ცოტა ადრეა საუბარი. და რაც თავარია მართვა და მკურნალობა არის განსხვავებული, ხო? ტიპი 1 დიაბეტის დროს, მით უმეტეს, როდესაც ინსულინი გამოიყენება, აქ კვება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით, როდესაც წონის კლებაზე და კეტოზზე წაღამ საუბრობდით, აი ესეც რომ მოვყვეთ, რა არის განსხვავება და რატომ ჭირდება, თქვა თუ განსხვავებული მიდგომა, სხვა ტიპის, სხვადასხვა ჩვენ ახლა არ ვახსენებთ კიდე გესტაციური და სხვა ტიპის დიაბეტიც არსებობს, აი ამ თქვათ პრობლემებითაც თუ შეიძლება რომ მოგმართვან, თუ მხოლოდ ერთი ტიპის დიაბეტზე მუშაობ. რაც მინდა რომ რაც მინდა ხაზი გაუსვა არის ჩვენი კონცეფციები, რომლებიც უკავშირდება ტიპი 2 დიაბეტს, გესტაციურ დიაბეტს, სადაც პირველი ინდიკაცია ის რომ წონა ხომ არ დავიკლოთ, რამე ხომ არ არის ჩვენ კვებაში ისეთი, რასაც მივყავართ შემდგომ არა სასურველ გლუკოზის მენეჯმენტს და ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში პრინციპები სრულად იცვლება. რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ ერთხელ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა მივიდეს მესიჯი მაყურებლამდე, არის სიმშვიდე. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ემოციური პრობლემები, რაც იწყება და ღრმავდება, არის ახალდიაგნოსტირებულ შემთხვევებში. ბავშვები ფიქრობენ, რომ რაღაცას ვჭამ, რასაც არ უნდა ვჭამდე და ეს შეიმბრალია. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვის კვების სტილი ვერ გააკონტროლეს და ამიტომ მივიდა შემთხვევა ტიპი 1 დიაბეტამდე და ეს შეიმბრალია. ეს არის გამოსარიცხი. ეს კონდიცია არავის ბრალია. შესაბამისად, ვერაფერი იქნებოდა ვერც კვებით მენეჯმენტში, ვერც ცხოვრების სტილის მენეჯმენტში, რაც ამას თავიდან აგვარდებდა. ასე რომ, როცა საუბრობ ტიპი 1 დიაბეტზე, ის შეზღუდვები, რომლებიც გვახსენდება ხოლმე ტიპი 2 დიაბეტზე, პირიქით იხსნება. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ აქცენტი ზოგადი ჯანსაღი კვების პრინციპებზე, რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ სპეციალისტთან ენდოკრინოლოგთან ერთად უნდა მოხდეს სწორი რეჟიმის გაწერა, გარეგანი ინსულინის მიღების და აი ამ თერაპიის სწორი რეჟიმის გაწერა. მაშინ როცა მოხდება დოზების და რეჟიმის კონკრეტულ ადამიანზე მორგება, ამ შემთხვევაში ეს იქნება მოზარდი თუ იქნება დასრული, ამის შემდგომ აკრძალვები არ გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც შემდგომი შეხვედრების არაერთი სერია უნდა გავმართოთ, არის ის, რომ აკრძალვები არ გვაქვს. აუცილებლად ყველაფერი შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვების პრინციპების ფარგლებში, მაშინ როცა ინსულინის გარეგანი მიღების პროცესები არის გამართული, რომელიც ცალკე პრობლემატურია და თავისტკივრია და ამას დრო ჭირდება, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულ პროდუქტებზე, განსხვავებული ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს, განსხვავებულ პასუხს, გლიკემიურ პასუხს იძლევა. შესაბამისად, როგორც კი ინდივიდუალური ეს ჩვენი გეგმა ჩამოყალიბებულია, ამის შემდგომ ნაკლებ უნდა ვიფიქროთ შეზღუდვებზე და მეტად უნდა ვიყოთ ყურადღებით, რას მივირთმევთ, ვიცოდეთ მასში ნახშირწყლების ადვენება და შესაბამისად, როგორ ერგება ეს ჩვენ გლუკოზის რეჟიმს, იმიტომ რომ ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე სტრესი იმდენად მცირდება, რომ მენეჯმენტის 90% უკვე გამართულია. ეს კითხვა მაქვს, რისკ ჯგუფები ხო, ბავშვებზე საუბრობთ და არის დამოკიდებული თქვათ გენეტიკური იმით გადადიოდეს თქვათ და ამიტომ რისკ ჯგუფი იცოდე რომ სულ ჩეკინგის იმაში უნდა ყავდეს. აი ეს არის სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რომ როგორც არსებობს მაღალი პროცენტობა ჩვენ თუ ვისაუბრებთ ზოგიერთ სხვა დაავადებებზე რომ თუ იყო ჩემი ოჯახური ისტორია მე აუცილებლად ამის რისკის ქვეშ ვარ ესეთი პროცენტული განსაზღვრება არ გვაქვს ამიტომ ვერ ვიძახით რომ ყველა ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევის სკრინინგი მოხდეს ამადა ამ კრიტერიუმებით ეს პრობლემაა ასე რომ ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია რაც ახსენეთ ინდივიდუალური მიდგომა იმიტომ რომ სამწუხაროდ არის რომ მეზობლის დანიშნულებით იკვებებიან და იღებენ მედიკამენტს და ამიტომ ინდივიდუალური ადარებენ განსხვავებული ინსულინის დოზებს ის რაც ჭირდება ჩემ შულს არ არის აუცილებელი ჭირდებოდეს შენსას ან სხვა და ეს არის ინდივიდუალური მიდგომა როგორ რეაგირებს ჩემი ორგანიზმი კონკრეტულ ნახშირწყლების დატვირთვაზე შესაბამისად როცა გაწერილია ინსულინის რეჟიმი კვებითი გაიდლაინები უფრო ლმობიერია, შესაბამისად ნებისმიერი საკვები, ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესში სიმშვიდე და ეს ასაკობრივი გარდამავალობასთან ერთად წინააღმდეგობის განცდა ინსულინის მიღებაზე არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ
თუ მგონია რომ რაღაც არასწორად ვაკეთებ, შესაბამისად გამიჩნდება დისტანცირდები ინსულინთან და იმასთან რაც რეალურად საშუალებას მაძლევს ჯანმრთელობა ბოლომდე შევინარჩუნო. შესაბამისად მეტი სიმშვიდეა შემოსატანი ტიპი 1 დიაბეტის მენეჯმენტის პროცესში. მეცნიერების აზრით თავიდან როდ იყო გაყოფილი და ფიქრობდნენ რომ დაბალნახრისყოვანი მდგომა ხომ არ ჯობია ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში და ამაზე შეიძლება ვისაუბროთ ზრდასრული ადამიანისთვის, რომელიც თავისი კვებითი პრინციპების მენეჯმენტ შედარებით უკეთ უწევს კონტროლს. მაგრამ როცა საქმე ეხება მოზარდს, როცა საქმე ეხება ბავშვს, აუცილებლად ნაკლები აკრძალვები სწორი მენეჯმენტის ფონზე არის გამოსავალი. პირიქით ნახშირწყლები იმ შემთხვევაში, როცა ინსულინს იღებს, რა თქმა უნდა, პირიქით სჭირდება რომ ვხვდებით ხოლმე რამდენად მნიშვნელოვანია ნახშირწყლების როლი და კალორიების როლი. როცა მქონდა კომუნიკაცია მშობლებთან, ერთ-ერთი საჩივარი იყო, რომ ძალიან ბევრს მიირთმევს. ამასობაში ბავშვი იმის გარდა რომ სპორტზე დადის, სკოლაში ასევე დადის სპორტზე, სკოლის მიღმა ასევე არის აქტიური თემის განმავლობაში, როცა გადავალთ ბავშვების კალორიულ ნორმაზე, შეიძლება 2500-ზე 3000-ზე ავიდეს, რაც ბევრად მეტი იყოს მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრებ მშობელთან შედარებით. ნახშირწყლების ნორმა იზრდება, მოზარდი ორგანიზმია, ამ შემთხვევაში რაღაცეების შეზღუდვა ნორმებზე კვებით, ამიტომ ვიძახით, სწორი და ჯანსაღმყოფობის პრინციპები გადმოდის და სარკისებურად მოდის პირდაპირ. ხო და აი ამ ხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი 28 რიცხვი და იქნებ მოგვიყვეთ თუ როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. 28 რიცხვში პატარა, მაგრამ მონდომებული გუნდი, რომელიც შევკარით ნუტრიოლოგების, ენდოკრინოლოგების, გეგმავთ შეხვედრას, რომელიც ტიპი 1 დიაბეტის და კვების ასოცირება იქნება, იმიტომ რომ ეხლა რაც მოვყევით, ეს ყველაფერი უნდა ჩავშალოთ, იქნება საკმაოდ დიდი შეხვედრა. გვექნება როგორც ონლაინ დასწრება, ისევე ადგილზე მენეჯმენტი მსგავსი ერთი ტიპი შეხვედრა გქონდა, სადაც წარვადგინეთ ევროპული მოზარდთა დიაბეტის ასოციაციის ახალი მიგნებები. თითქოს რა თქმა უნდა, ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო, ჩვენ გუნდს და ჩვენ წამოწყებას ხედავ როგორც გამტარს, ყველაზე სწრაფ გამტარს უახლეს ინფორმაციების. ამ შემთხვევაში კვებასთან მიმართებით 28 თებერვალს გვექნება ერთი დიდი შეხვედრა და იმედი მაქვს არა ნაკლები წარმატებით ვიდრე წინა შეხვედრებმა ჩაიწერა. დასწრება თავისუფალია. დასწრება თავისუფალია, დასწრება უფასო, ეს არის პროექტი, რომელიც იქნება, არის და შეიქმნა მიზნით, რომ მაქსიმალურად ინფორმაცია გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, უფასოდ, მარტივად და გასაგებინაზე. სად და როგორ აი ეს მაინტერესებს, აი რეგისტრაცია იქნება ალბათ საჭირო. რეგისტრაცია იქნება რაიმე გზით უნდა მომმართონ, უნდა მიპოვონ, არის ბევრი არაერთი გვერდი მშობლების, რომლებიც ტიპი 1 დიაბეტის ჯგუფებში არიან გაერთიანებული, იქ ყველგან მოხდება ინფორმაციის გავრცელება, ასე რომ ელოდონ ამ სივრცეში ან თუ სადმე შემოხვდებიან, იმიტომ რომ ძალიან ესეთი შეკრული წრე არის მშობლებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ის. მაგრამ ეს საინტერესო იქნება ალბათ არა მხოლოდ მშობლებისთვის, იმიტომ რომ არამედ ასევე ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის აუცილებლად. მქონე ადამიანებისთვის და იმათთვის, ვინც ამას მართავს, იმიტომ რომ ეს ხელმისაწვდომი შეიძლება ყველასთვის არ იყოს ინფორმაცია, რაც თქვენ მოიპოვეთ, როცა წასულიყავით. და საინტერესო მე წაღან კითხეთ, მაგრამ მინდა ამ თემას დაუბრუნდე. გეგმები რა გაქვთ? არის თუ არა ვთქვათ, მოსალოდნელი რომ არა მხოლოდ ტიპი 1 დიაბეტის მიმართულებით იმუშაოთ, არამედ სხვა ტიპის დიაბეტებიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, იქაც ბევრი სიახლე იქნება. ერთი კიდე ჩაგეკითხებით ისა, ტიპი 1 ყველაზე რთული ფორმა არის თუ ეს ნომერაცია არაფერს არ ნიშნავს? ნომერაცია არაფერს არ ნიშნავს. თავიდანვე ჭირდება სწორი ინსულინოთერაპია, რომლის გარეშეც პრობლემები დგება საკმაოდ მძაფრი. ასე რომ ვერ შევადარებდით სიმძაფრის კუთხით, მაგრამ ვიცოდეთ რომ თავიდანვე აქტიური ინსულინოთერაპია ჭირდება, აქტიური ჩართულობა, რომელსაც მენეჯმენტის კუთხით შემდგომგო პროცესუალურად დიდი პრობლემები არ მოსდევს, თუ სწორად არის ნამართი. მოსამართლე გეგმას რაც შეეხება, ეს შეხვედრები ჯერჯერობით დარჩება მხოლოდ ტიპი 1 დიაბეტზე, იმიტომ რომ საინტერესო და საჭირო თემებს არ დადობს არაფერი, ეს არის ჩემი არც წყევლა, ესე ვიძახი, რაც უფრო ღმად შედიხარ, კიდევ უფრო წუნდები რამდენი რამე არის გასაკვირველი. არის წყევლა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის შუება და იმედი და მშობლებისთვის, რომელიც მართავენ აი ბავშვებს აი ასეთი დიაგნოზით. თქვენ ყოველთვის იმედის მომცემი იყავით. იმიტომ რომ ბევრი თემაა, ბევრი საინტერესო საჭირო თემაა, ჯერჯერობით ტიპი 1 დიაბეტზე ვორიენტირდებით, როგორც ბავშვებისთვის, ისევე ზრდასრულებისთვის, რომლებიც ამ კონდიციით 10 წლეულზე მეტია, უკვე ჩართულები არიან მენეჯმენტში, ტიპი 1 დიაბეტია ფოკუსი, ამას დაემატება განსხვავებული თემები, არა მარტო კვება, არამედ ფიზიკური აქტივობა და შემდგომ გაიზრდება და ფართო მასშტაბი მიცემა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება 28-ში და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.